შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი ამიერიდან კახეძე იზრუნებს კვლავ უცვლელი რჩება სლოგანიც, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. თუ რა კრიტერიუმით შეარჩია პრეზიდენტმა ზურაბ ჭიაბერაშვილის კანდიდატურა ჯერჯერობით უცნობია. ახალ გუბერნატორზე აზრით ელაველებს ვკითხეთ. მოსახლეობა კახეთის გუბერნატორისაგან თავდაპირველად უმუშევრობის და სოციალური პრობლემების მოგვარებას ითხოვს. მათივე თქმით, პრეზიდენტის რწმუნებულმა შერჩეულ პრიორიტეტებზე მუშაობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით უნდა გააგრძელოს. ჭიაბერაშვილი მე როგორც კარგი ადამიანი ისე მაქვს აქმული. იმიტომ რომ სადაც მუშაობდა, კარგად აკეთებდა საქმეს ჯანმრთელობაში. ჯერ უნდა რაიონი შეითვისოს. ჯერ უნდა ჩამოვიდეს ნახოს რა უჭირს ხალხსა, რა ულხინს, როგორ შეიძლება რომ მოეპყრას მოსახლეობას. თელავი მისახედია. უნდა მიხედოს კარგად. თელავი და რაიონი საერთოდ. მაგრამ მაგეთ მოსულან და წასულან კიდეს არაფერი გაუკეთებია და რა ვიცი რა იქნება. უმუშევრობას, ქუჩები, გზები, რა ვიცი. ყველაფერი მოსაგვარებელია. უმუშევრობის პრობლემაც არის სოფელში ძალიან. იმიტომ რომ ხალხი პენსიის ინაბარას და პენსია ახლა კი ცოტა ამობენ და მეემაროსო, მაგრამ არ არის საკმარი ამ ფასებთან დამოკიდებული ეს პენსია არაფერი პენსია. დასაქმებად და ინფრასტრუქტურას გუბერნატორი ვერ შეცვლის. ეს მაგის მარტო ერთი ადამიანი მთავრობასაც გაუჭირდა და მაგის შეცვლა ყველაფრისა, მაგრამ პირველ რიგში უნდა იყოს ადამიანის უფლებები, როგორც ვთქვით, მედიის ხელმისაწვდომობა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უნდა იყოს პატიოსანი მუშაობა. დასაქმება. რა თქმა უნდა. და მე მგონია, ჩემნაირად ძალიან ბევრია. მე რაც მიჭირს, იმიტომ რომ ოჯახში არავინ არ მუშაობს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში დასაქმებას. ძალიან ბევრი უმუშევარი ახალგაზრდობაა და ამიტომ არის რომ ხალხს ძალიან უჭირს ცხოვრება.